ეს ორჯერ რო დავტენე გაზი ამას წინათ. ვიღაცა ახალი იყო ეთყობა, არ ვიცი ვინც, ანუ ოპერატორი ქვია თუ როგორც ქვია. მოკლედ ძალიან მალე დამეხარჯა. არ ვიცი ან არასწორად ტენდა, ან რა ვიცი რა იყო, მოკლედ ვერ გავარკვე და ეხლა ვუთხარი რომ ესე მეთქი ძალიან მალე დამეხარჯა, უკვე რამდენი წელია თქო, ანუ გაზს აკტენით ხო და უფრო დიდხანს ყოფნიდა და ეხლა რატომაც უფრო მალე მეხარჯება თქო და იმედია გაითვალისწინა ეს სხვა იყო და ნახოთ აბა თან რომ მომქონდა ხოლმე ეს ბალონი ხარზე გრძნობდი უფრო მძიმედ და ეხლა ისეთი ძიმე არ არის თითქოს თუ მე გავძლიერდი და მე გამგრძნობ სიმძიმეს ვერ ვხვდი ხო და ესე მეგობრებო მოგესალმებით ну კამერას ჩავთავ თუ არა მოდიან ეგრევე ხო ეხლავე მაცალე სოსო რაღაცა დიდი გაზი აქვს გაიწიეთ ერთი წამით დავყარო ეს აჰა შენ აბა გაიწიე არ მომედო ჭამ ის უნდა გადავყარო ახლა იმაში კოლოფში დღეს დილის სვლა ვიყავი დღეს სოსო არ ყოფილა სკოლაში მოკლედ მოვედი სახლში და იმის მაგერად სოსო დამხვედრდა ჩაცმული გამზადებული საპიტარეთში იყო და მუცელი სკიოდა უკვე წარმოვიდგინე ეს ყველაფერი რამდენ დროს აიკავა და მოკლედ იქით აქეთ რაღაცა და შეიძლება დაგვიანებით დავდივარ იმიტომ რომ ჯერჯერობით ესე სანამ კარებს გავაკეთებ ჩვენი კარები არის საშინელ მდგომარეობაში მართლა ვერ კეთავს ჩემს გარდა მე უკვე ეს ამაქვს რა გამომუშავებული ფეხით, ხელით, მოკლედ აი ეს ვეჯაჯგურები და მე თვითონ ერთი რამოდენიმე წლის მერე რომ ვკეტავ, აი ესეთი ის არის რა. ხო და ეს მეგობრებო, ახლა ვფიქრობ ეს გასარეცხი გუშინ გავაკეთე, სამსახურიდან წამოვიღე, ის იყო ფასაკლებაში იყო, ქამასოკო და ქამასოკო გავაკეთე მოხარშულ კარტოფილთან, კამასთან, საფილოს მოკლედ ეს მიქსი რა და ბოლოს მაიონეზი ძალიან გემრიელი გამოვიდა. ადრე დედაჩემი აკეთებდა ხოლმე და თან ვიდეოზე არით ველაპარაკებოდი ვანდასა დედაჩემს და ზუსტად მითხარით მეთქი, ხო იცის ეს ხო. ანუ რეცეპტი მეთქი როგორ არის რაღაცა და მე რო სტაფილო ვახსენე, სტაფილო რა თუნდაო და ის გემრიელი იქნება, თან უმად ჩავახეხე, ძალიან კაი გამოვიდა. შენც გინდა პური? შენ რო პურს არ ჭამ, აი, ჩემენი გაფიჭამს პურს. ცოტა პური დარჩა, წეღან მივირთვი და ხო რომ მოვედი, ცოტა ხანი ნუ რაღაცა იქ დავჯექი რაღაც ვიდეოებს გადავხედე, დაღლილი ვიყავი სასტიკად. თან შიერი ანგარიშზე აი მართლა უმეც რამდენი თეთრი მქონდა 10 თეთრი თუ რაღაცა ძალიან ცოტა რა აი რაღაცა რო არაფერში რო არ გეყოფა რა მაგდენ და ჩემთვის ფიქრობ ეხლა მანდ ეხლა ისეთი პირობები არ არის რომ ეხლა ონკანიდან წყალი დაილოს არ ვიცი რა ყოველ შემთხვევაში არ მიცდია და არც მინდა რა და 50 თეთრიანი ის რო არის მთის წყალი ეგ წყალიც რო ვერ ვიყიდე თან შიამშია და იქ დაიწყო იმის გამოცხობა ის ფენოვანი რაღაცების მოკლედ უნტრიალებს მეც უდათავარშია კუჭი ცალკე ლანძღავს ცამწყურია მოკლედ ვარ ერთ დღეში და
ყურადღება გადავიტანე რა მოკლედ ხო ერთადერთი რაც მოვახერხე სამსახურში იყო ყავადავლიე არის იქ ყავის აპარატია მოკლედ ცხელი უფასოა და თანამშრომლებს გვაქვს აი ცოტა ყავა იმას ვქენი ავიდუღევცვე და მოვსვი და ნუ რაღაცა მომასულიერა ცოტა ხო და ერთი სული მქონდა მეთქი სახში როდის მივალ რომ საჭმელი ვჭამო თქო და თან დედაჩემს ვურეკავ იმიტომ რომ ისიც არ მქონდა ვანდასთან სალაპარაკო ვანდა მაგთის აბონენტია და მაგასთან სალაპარაკოს ამომეწურა ხო და ეხლა სულ რაღაცა ექსპერიმენტს ატარებს ორთქლზე აკეთებს რაღაცას ხო და მეთქი იქნებ მეთქი რაღაცა ორი კაპიკი რაღაცა მომაშველონ თქო რა რომ არ წავიქცე იქ სამსახურში რა წაგაქცევს იმდენი ხალხი მეგობრებო არ ვიცი აი პიკის საათები 4 ხშირად პიკის საათები და ну მოკლედ ხო კიდე რა ვიყიდე სამსახურში ხელფასზე მეგობრებო გითხარით მე მგონი გითხარით ეს ძალიან კაი რაღაცაა ძალიან პრაქტიკული მოკლედ ცოტა გავასწორო გაფი იქით გადი აი იქით ხო ესე აქ გავწმინდა აი ეს რო არა მოკლედ კი გაჩვენეთ გონი კი ეს მავიწურა წელიც მაწუხებს წყალი უკვე გამოსაცვლელი მაქვს მიქსი გავაკეთე რაღაცეების იქ დომესტოსის მსგავსია კიდე იატაკის საწმენდი ნუ რაღაც აჯობსანდელი გავაკეთე ოღონდ ისეთი საშიში და სახიფათო არა რომ რაღაცა მომწავლავი აირები გაკეთდეს ხო და ესე ახლა ამას ვართ გადარბენებზე ნუ სხვანაირად არ გამოსაბა ეს საუთოებელიო გავშალე და არის გაშლილი ხა კი მინდა რომ დავკეცო და სადმე ადგილი მიუჩინო მაგრამ იმასაც ვფიქრობ აი სად არ ვიცი ძალიან პაწაწუნა სახლი გვაქვს და ადგილები მაინდა-მაინც არ არის იმდენი რომ რაღაცა მაგრამ მე რისი მე ვარ რომ რაღაცა არ მოვიფიქრო და არ გამოვძებნო უცბად ადგილი რაღაცას მოვიფიქრებ იმიტომ რომ აი ეს პრობლემა მქონდა კიდე ანუ ბავშვის სკოლაში წაყვანა მოყვანის სამსახურთან დაკავშირებით ანუ ვერანაირად ვერ გამოდიოდა და დავდობდი ძალიან მეთქი ახლა ბავშვმა უნდა იაროს ხო თავისთავად და რა გავაკეთო როგორ მეთქი და აი ისე გავიმეორებ ეს კარების პრობლემა რომ მოგვარდება მე აღარ არის რა ისეთი ის ხო და ასეთი რაღაცა მოვიფიქრე ანუ როცა ვარ საღამოსვლა ანუ დილის სვლაში არ მაქვს პრობლემა მოველაპარაკე მასწავლებლებს და იციან რომ წინა ეს პირველ გაკვეთილებზე აგვიანებს რა აგვიანდება სამაგეროდ მეცადინეობს ნუ ახლა ჩაბარებით აბარებს არ არის პრობლემა უბრალოდ საღამოზე მქონდა დარდი მოკლედ მოველაპარაკე სამსახურში იქნებ მეთქი უფრო მეტად დილის სვლებში ნუ ჩამსვათ თქო და ნუ არ გამოვიდა და ისე ესეთი შოკირებული ვიყავ მეთქი რა ვქნა რა და ესე მოვიფიქრე მეგობრებო საღამოს სვლაში მე ხო ანუ სამსახურიდან უნდა გამოვსულიყავი და სკოლაში რამდენ დროს დაიკავებ და ხო წარმოგიდგენიათ ახლა არც ისე ძალიან შორს არის მაგრამ დრო მაინც უნდა ხო და ესე გადავწყვიტე მეთქი სასწავლო რომ დამთავრდება გაკვეთილები წამოხვალ და შენ თვითონ მოხვალ ჩემთან სამსახურში გაჩერდები სანამ ვიქნები მე მეთქი და მე ერთად წავალ სახლში თქო უკვე მეორედ მყავდა ესე სამსახურში პირველ ჯერზე რაღაცა ესე უხერხულად იყო მეორედ გუშინ მოვიდა დამოუკიდებლად თავისთავად სკოლიდან წამოვიდა
და ჩემი ეძახის ყოჩახსოსო დამოუკიდებლად ამხელა გზა რო გაიარო ხა არა მაქვს მაგაზე პრობლემა და რაღაცა მით უმეტეს ჩვენ დროში ახლა მობილურები არსებობს ვიდეო კავშირი და რაღაცა ახლა პირველ იმაზე რასაც ქვია მთელი გზა ვუყურებდი რა თლად მთელი გზა არა ახლა მეც ვიტყუები ანუ აი გადასასვლელების ისა იმიტომ რომ ყველაზე დიდი გადასასვლელი რაც არის მანდ ანუ თამარ არ ჩახარ დედა რაც ეს თამარმების და დავით აღმაშენებლის გზაჯვარედინი როა ხიდისკენ ანუ კინგ დევიდის მხარეს აი ეს დიდი აი ეგ გადასასვლელი უკვე ორჯერ გამოიარა სოსამ თან უფრო ნერვიულობ ხოლმე იცით რაზე საღამოს არის ხოლმე პიკი საათი ეს პატარა ტროტუის არის გადასასვლელი ზებრა სადაც არ არის შუქნიშანი და არ უყვართ ახლა მძღოლებს დათმობა მაინდა-მაინც ქვეითებისთვის და ყველა ცნობს ჩქარა გავიდეს და არა და დგას ხალხი ახლა ელოდება რომ ზებრაზე ხომ უნდა გადავიდეს რომ მე გადასასვლელზე გადავიდეს ხო და სოსაც ეტყობა ელოდებოდა სხვები რომ გაატარეს მე თვითონაც ასე ვთქვათ გაყვა აი ეგეც ისეთი ის არის რა კულტურა არ გვაქვს რა მოკლედ ჩვენ ქვეყანაში რომ ზებრაზე რომ დაინახა უკვე ერთიც რო იყოს უნდა შეანელოს უნდა გაიაროს და მე გაახვალ აბა ზაწავა ხო და მე უკვე დანარჩენი გადასასვლელი იცით რა ამბებიც არის და როგორ თქვი მე მაშინ აი რასაც ქვია მწვანე ანთია და ზებრაზე არიან მანქანები გაჩერებულები ანუ ზებრა უნდა იყოს თავისუფალი რომ ქვით გაიაროს ხო არა ესე მიტყუებულია ემხელა ადგილებს რაღაცას პოულობენ ხალხი რომ გაძვრნენ აი თქვა დაძრა მანქანა და დაეჯახა ხო არ შეიძლება ნუ არ ვიცი რა მოკლედ ჯარიმებია მაგრამ ვიღაცამ ხომ და მოაწესრიგოს მარტო ჯარიმებით ხარ შემოიფარგლო ხო ნუ მოკლედ რაც თავარია მოვიდა ორჯერ ესა და ხო გუშინ ცოტა მანერვიულა იმიტომ რომ რეკავდი არ პასუხობდა თურმე ზარი ქონია მეგობრებო გათიშული გუში რომ დაგირეკეს ისა და მე კიდევ კაი ხო მაქს სკოლის თანამშრომელი ubრძანდებოდი და თანამშრომლად ანუ ის დარაჯი ვინც არის რა მოკლედ იმას გადაურეკე და მეთქი ნახე მეთქი აი ამ წამს გამოვიდაო ნუ ეგ უკვე ასე დავმშვიდი მე მოვიფიქრე მეთქი პირდაპირ დაურეკავ მესენჯერში ნუ ხო ფეთიანი დედა ვარ არ ვუარყოფ მაქვს ეს მაქსიმალურად ჩემ თავს ვამშვიდებ ხოლმე ვაწყენებ მაგრამ ნუ შეჩვევაზეა რა ხო იცით ხო და დაურეკე პირდაპირ მესენჯერში და რაც ამ და ხმა გათიშული ქონოდა მედია თუ როგორ მან ხო არის სხვადასხვა ხმებია და ეგ გათიშული არ ეკნებოდა და მოკლედ დაურეკე და გავიდა აი მიპასუხა ცოტა ჯუჯუნა ხასიათი აქვს ხანდახან ვიცი ხოლმე აი ამდენს რატომ ირეკავე მოვა ხო ისა ეს მთელი ამბავი უკვე დიდობს ბიჭი ხო და ეს აი ხოც მაისურში ის მე კიდე უკვე ჩემ ჩავიცი მე ზოგადად მამაჩუკა მოკლედ ის არის რა ქვია ნერვიულობ იმიტომ რომ შესივდება რაღაცა კიდე გაცივდება გუშინ წინ მისცა სიცხე გუშინ წინ ხო 37 და 5 ქონდა და რაღაცა რაღაც მომეწონა რაღაცა ხასიათი ეგრევე ეთყობა ხოლმე ეცვლება ხოლმე ხასიათი ხო და ხასიათიც რო შევატყე რაც მე მეთქი გაჩედი ვიყავი სახში თქო და ხო დღეს ესეთი ამბავი მოკლედ ხვალ ისვენებენ და პატარა არდადეგები აქვს ახლა პარასკევი ანუ დღეს ისედაც და დღეს პარასკევი შაბათი კვირა 4 დღე გამოუვა დასვენება ერთი მე გამომივიდეს ესე დასვენება არ შეიძლება მაგრამ არა მე მუშაობ ყოველ დღე მარტო ერთი დღე მაქვს დასვენება შაბათს ხვალ მუშაობ საღამოს სვაში ანუ საღამოს სვა იგულისხმება 3-დან 10 საათამდე და მე ზეგ ანუ ხო ზეგ ვისვენებ შაბათს მე ესე კვირას საღამოს და მე შევეცდეთ ახალი ის ქორწინება ცხრილი დღეს სამსახურში მოკლედ ბოლოს აი უკვე წამოსვლის დრო რო იყო მაშინ ჩამირიცხა ვანდამ ხო და ვიყიდე 2 ლარის რაღაცა სალათი ვიყიდე ლურჯი კომბოსტი და რაღაცა კომბოსტი გაკეთებული სალათი
სოსოსთვის წამოვიღე ლობიანი ლორით, მოკლედ ისეთ კაი რაღაცები არის ჩვენთან ეს даже სუშიც არის, კომბო ის ბურიტო და რა ვიცი მე სენდვიჩები და ქვეყანა რაღაცები, უბრალოდ ფული იკითხე თორე ყველაფერია, ყველგან ყველაფერია. ხო და ნუ მოკლედ ესეთი ამბები. ესე მოვჭანჭალდი და სადაც დახული ვიყავი, მეთქი ცოტა წამოვწვევი დავისვენებ თქო, იმიტომ რომ თან 3 საათზე გამომეღვიძა რამე, ანუ ორი იყო თუ პირველი რომ დავიდე, გამომეღვიძა მე შევიბრუნე ძილი და 6 საათსა და 30 წუთზე მაქვს მაღვიძარა, მაგ დროს გავიღვიძე. თან არ იფიქროთ რომ რაღაცა ძნელად ვიღვიძე, უცბად აი ესე ვდგები. პირველი რასაც ვაკეთებ ეს არის ხელპირის დაბანა, მოკლედ სააბაზანოს ეს ცერემონიები და მერე ვიკეთებ ყავას, ცოტა ხანი ვჯდები რომ გონება ჩაირთოს პროგრამა. ხო და მერე უკვე საათზე ვიყურები, ხო საათი ეს აღჭურვილობას გავიკეთებ, ხოლმე საყურეები, საათი, ბეჭედი, მოკლედ ეს ცეპი და უკვე დავждები ხოლმე ყავას ვსვავ, მერე ლოცვებს კითხულობ. ეს არის ჩემი რუტინა დილის რა, ლოცვებს კითხულობ, მოკლედ ვამოწმებ ყველაფერი ხო მაქვს, ეს მაქვს, ის მაქვს, რაღაცა გასავარდე. არ მიყვარს რაღაცა მავიწყდე, იმიტომ რომ ის იყო სოსოს ავიწყდებოდა მობილური ტელეფონი, გუშინ, ხო, გუშინ ტელეფონი გუშინ რჩებოდა, ხო? ხო, გუშინ, ხო. ხო, გუშინ მეორე ცხოველი. უბრალოდ ესეთი ამბა. ცოტა დღეები მერევა, იმიტომ რომ გადაფრის ბრალია ეთყობა. ეს ახლა რა უნდა გააკეთოს ამან? რო არ გაკეთდეს. კვერცხს აკეთებ. არაფერი ჩავხედე. კვერცხს აკეთებს ომლეტს იმაზე, ორთქლზე. სად ნახე? ინტერნეტში ნახე? მერე მეტყვის. ხო, კიდევ ესეთი კურიოზი მოხდა. აი ამ სიოს ალბათ ყველა იცნობთ. ხო, მანამდე მქონდა ეს ნაპირი აქ ცოტა გამაქვს დარჩენილი, აი უკვე ჩატეა. ხო და ამ სიოზე შევედი ჩემ ძველ სამსახურში ორნაბიჯში, სადაც აბსოლუტურად შეცვლილია ყველა მენეჯერი, ანუ даже რეგიონალურიც კი შეცვლილია, ყველა შეცვლილია და ქალბატონი იყო, ვუთხარი მე აქ 2 წელი ვიმუშავე თქო. და უი მართლაო და რა თან ესე ვეკითხები მე რა ღირსეს და ისე 10 ლარიო და კლუბის წევრებისთვისო 6 ლარა დაეჭა. თან ისე დრო შევედი, როცა ასეთი ფასდაკლება იყო კლუბის წევრებზე. ხო და თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, მე ხო ახლა ძირითადად იქიდან მომქონდა პროდუქტი და შესაბამისად კლუბის წევრიც გახდით და მეთქი ახლა არა უნდა რომ მეთქი ვინმე სხვა რა გაქვს კლუბის წევრობა თქო და მოკლედ გამოჩნდა კეთილი ადამიანი და ექსლერად ნაცნობობით გამიკეთეს ეს. ხო. რა არის? არა, ეს სუფთაა, დედა, მე გავრეცე. სუფთავს ხედავ, მაგრამ სველია? ნუ სველია, ხო. კარგად. სველი. აგელო მე მშრალი, ეს არის მაგიდის სტილო, წეღან დაზოშე რომ დააწუწე, ის გავამშრალე. ხო და ესე ნაცნობობით რომ გავაკეთე ესეთი რამ. აი ახალ დარჩა. გაკეთდა? ხო, გაკეთდა. რაღაც არ მგონია, ხელი ჩანს. ხო? წყალი რატოა შიგნით? უნდა იყოს. აზემოთ უნდა ტიტიოდეს? აი, ჩადე, აქ ჩადე. ცოდოს ხი. ხო, მე რა, ცივს მოვშვა გაცივდება. თითი ჩემი საწყალი. ნოხ, ჩემი საწყალი თითი. ახლა გაჩვენებ რას ვაკეთებდი და რა ის ის. უკუღმა რატო კიდევ გამოიწიე? პატარა პერსონაჟი და კიდე სწორი. ეს ხო უნდა. ხედი ეთქი ამ. ესა? ამოკიდო ხედი. ცივი მაქვს მე ხელები. აი მე კარგად. მაშინ ამაზე დადე. ეს დავდო ამაზე? ამ წავს. ამოვაყირაო? ამოვაყირა. მაშინ ეგრევე რა, ეს დიდხანს. მეგრე მესმოდა. ცხელი. მოგეუბნები. ორთქლებზე იყო. ასე?
და მომი. მე მგონი მიწებებული არ ამოდის. ხელი ძეგლი არ არ შვება. თუ იცი რა. არ გატეხო ეხლა ეს. არ გავტეხავ ეს. გამოდის, მეცა მომეცი. ხო. აჰა, всё. შეხედე? ეს რო დარჩა ეს იმითი სილიკონის ლოპატკითი მოსწონია. რა შეხედე? რა საყვარლობა შეხედე? ხო იჭრება, ხო მოიცა ვაჩვენოთ, მოიცა ნუ დაჭრი. ნორმალურად ხო? ჯერ არ დაჭრა. ნახეთ, რომლეტია ესეთი. ესა ჩინელებისა? იაპონური. ხო, რაღაცა ეგეთი იქნება. ჩინური იაპონური უყვართ, მაგრამ ესეთი რაღაცა ფუმფულა კვერცხის შეწვა, რომ ჭრიან და რა ვიცი, ბისკვიტივით არის ხოლმე. აუ, რაღაცა მინდოდა. ხო. ეს არ მახსოვს, ეგ გითხარით თუ არა, ხელფასზე სოსოს ვუყიდე ბოტასები და ჩემთვის ვიყიდე. მე მგონი დაჩვენეთ კი. აი, ვცდილობ ახლა რაღაცა სიახლეები მოგიყვეთ. ხო, ეს მწვანე პომიდორი დავხუფე 3 კილა. მიყვარს მწვანე პომიდორი, კი არა, ზოგადად მწნილები, მჟავეები ძალიან მიყვარს და სასარგებლოც არის. საერთოდ ზამთარში განსაკუთრებით. რა საკეთებ? სოიას соусს რა? და წყალია. ხო. ამ ნახევარი კვერცხი ნახევარი წყალში. და აქედანაც ამოიღე შვილო ესა და დაადე მაგას. აქ დადე მაშინ აი ახლა. აჰა. რა ფუმფულა გამოვიდა, აცი ესე გავაკეთებ ხოლმე კვერცხს და სახლაფორთოა, მაგრამ ღირს. მე კიდე ვიტყვი გაზი რატო იხარჯება მალე. ხო. მას სარიცხის მანქანას ვაღებ, რომ იცოდე. ეს გამავიწყო და გამომეხო. არა, გასარეცხებია. ბოტასები გავეცხე. ბოტასები ქვია თუ ნაჭრები. კიდე რა. ეს ხსნია. ეს. სოსო გამოიწი. შემბაჩი. გამოვიდა, ხო? ხო, გამოვიდა. მე მგონა გამოვიდა. არა, ორი კვერცხი. ამინუდა, მაგრამ მე ორი გავუწევ. ფასაკლების დროს ჩვენ მაღაზიაში ვიყიდე 2 საწოლიანი საბანი. ეგეც თქვი, მე მგონი არ მახსოვს, მაგრამ მე გაჩვენებთ. ფუმფულა ღუნღულა ძალიან კარგებია. იმრიდე. და ახლა ველოდები იმას, თეთრეულის ეს იქნება. შუბრო. მიშველეთ. რა არის? ტოფუ. ტოფუ არ არის, რა? რაღაც ეგეთი ვითა. რაღაც ის აი გარნირად, ნუ გარნირად ხო. კარგი. სილამაზისთვის. სილამაზის გემრიელი. ნუ როგორ არის გემრიელი? ჰაეროვანია, შვილო, ეს გემრიელია, შეიძლება დაარქვა ამას. ჯანის არის, აი, კვერცხს ხო გრძნობ შემწვარე ერბო კვერცხს რაღაცა და ეს თითქოს რაღაცა ის ფუმფულაა. ხო. უფრო აი, რას უფრო გავს, იცით, მე ნადამება. კონსისტენცია, ხო, კონსისტენცია, ჟელე. თითქოს ჟელატინით არის, რანაირად მოხერხდა. ზუსტი რეცეპტი მე მომეცი. იქნებ ტკბილი გავაკეთო ეგეთი. კაი გამოვა. შაქარს არ ვიცი გამოვა. On შაქარი უნდა კარგად გაიხსნას, რომ არ ხარაშუნობდეს, ან შაქრის პუდრა. რაღაცა ესებიცები მოდის და ხო. ეხლა ავანდა. კაი, წადი მიირთვი ეხლა და ისა მე ყავას მოვიდუღებ. ეხლა ბრინჯთან გავიხსენებ. ის ბრინჯი არ გააფუჭო. ბრინჯის თაფა გავაკეთე. თან ბავშვობის ის გავიხსენე, ცით გავაკეთე. თელი იმების დაცვით, რასაც ქვია. ჩვენ ბავშვობაში სად იყო ამდენი ხელოვნური რაღაცეები და მარგარინები და სპრედები. არა, მარგარინი იყო მარტო იმისთვის. სპეციალურად რაღაცებს აწყობდნენ. ისე არავინ არ ყიდულობდა მაგას. ნუ სხვა დანიშნულებით თვის.
ხო და მოკლედ ანკორზეც იყო ფასდაკლება შაქარი დარჩეს ერთად ექვსლარად იყო ანკორი სკარაკი ახალი ზელანდიის სკარაკი და რამა ხო არ ვიცი რამა ეს სხვათაშორის ძალიან ფუმფულა რამეა ძალიან საყვარელი ფუმფულა როგორც შესაძლებელია ვიცი რამდენად ვარგა შესაძლებელად მაგრამ ну ისე ბუტებოდისთვისაც ძალიან ჰაეროვანია ეს კიდე ანკორის კარაკი ეს მოკლედ კაი კარაკია ამას გამოვარჩევდი პრეზიდენტზე უკეთესია ის რო არის კიდე ვაზე იწება ვიოლა კი არა და მე რა ქვია როგორ მავიწყდე ამახსენდება მე ვიოლა არა ვალიო ხო ვალია გადი ხო და ასე ახლა ესე იმიტომ ვიგრეხები რომ წელი მაწუხებს და მეშინია არ გავიკვანძო ერთ დილას რომ გავეღვიძე დილის სვლა ვიყავ აი ესე დავდიოდი რაღაცა აშკარად მარჯვენა მხარეს უკვე ვატყობდი რომ აი ცოტაც და всё გავიკვანძები და ვეღარ დავიმოძრავებ საერთოდ ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ადრე ატარა გამოძრავებაზეც სუნთქვა მეკრობოდა საერთოდ ვერ სუნთქავდი ტკივილისგან საშინელი ის იყო რა მოკლედ და არ მინდა მაგის გახსენება ეგრევე არ დავიბენი არ და სამსახურში წასასვლელი გავაცდე მომაკლდება ხელფასი არ მაწყობს არანაირად იოდის კლეტკები გავიკეთე და წავედი სამსახურში ცოტა ვთხოვე რომ ცოტა ისეთი რაღაცებს ვერ გავაკეთებთ ხო და ძალიან კაი კოლექტივია შევიდნენ მდგომარეობაში მე ცოტა რომ ვიგზენიო უკვე რომ გაცხელდა კუნთები და რაღაც რაკეთით მე უკვე ჩვეულებრივად ვაკეთებდი საქმეს აი ამ თავიდან აი დილის შეიძლება ცუდად მეძინა შეიძლება წინა დღეს სხვადასხვა აქციას რა უთხარი აქცია იყო 1+1 ეს სასმელებზე მინერალურ სასმელებზე კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი ლიტრანახევრიანები 2 წელი შეგიძლია აგეღო ერთის ფასში უკვე დამთავრდა ეგ აქცია ხო და მეთქი ახლა როგორ არ ვისარგებლოთ ამ აქციით და წამოუღესოს თან მე ვაშლის წვენიც მინდა ხო ვაშლის წვენიც ხო ანუ ეს არის წონა აქვს ეს 2 ბოთლი ლიტრანახევრიანი და 3 ლიტრა ეს +1 ლიტრა კიდე ეს წვენი და კიდე რძე ლიტრა ну მოკლედ კიდე კარტოფილი მქონდა ნაყიდი და მხარზე მქონდა ამხელა ჩანთარი ეს შავი ჩანთები როა რა შოპენბეგები გადაკიდებული შეიძლება მაგის ფარიც იყო იცი და კინაღამ გავიჭედე აი ჩვევა მინდა ხოლმე დავხედო საათს არ და არსად არ მეჩქარება დღეს გამოვიცინებ მეორე ცვა ხო ვარ ანუ დილას ადრე არ ვდგები მე ასეგაც ხო ვისვენებ და მასე საღამო ანუ 3 დღე ზედიზედ დილას გამოვიცინებ რა მოკლედ ეგრევე მეტყობა ხოლმე როცა გამოუძინებელი ვარ რაღაცა გამოშტერებული სახე მიხდება ხოლმე ზედმეტი ძილიც არ ვარ და მაგასაც ვარ დაკვირვებული ზედმეტმა ძილმა რაღაცა მოხარშული სახე იცის რაღაცნაირი და ესე მეგობრებო ესეთი ამბები
ისვრის მდუღარე როა. დარდობდი მეთქი ეს რაღაც გუგლელი გამიფუჭდა უკვე დაძველდა ის წურწლის ისა და მეთქი რა უქნა თან ცით როგორ მაქვს ხოლმე ხან მაქვს ხან არ მაქვს თან ხარ რაღაცა რა ვიცი ფოკუსნიკი ვარ რა მოკლედ და მე დედა ჩემმა რაღაცა ის მომწოდა ავდიქი ეკრები ფეირი ვიყიდე მეთქი არ იმას გქონდა და ეს ძალიან მთლიანი ისა რა ვიყიდე ეს რუბლები თავის ეტკასთან ეტკატლოს ინოს ეძახიან და ამოვისუნთქე დავისვენე და ჭურჭელს გავრეცხავ ნორმალურად რა ხო კიდევ რაღაცები მაქვს ახლა აი სისუფთავის რაღაცები შესაძენი მაგალითად შუშის საწმენდი салфеткები იმიტომ რომ მე სხვა არაფერ დავწმინდა შუშებს აი ეს ხელი салфеткები როა 2000 იყიდება ჩვენთან მგონი მაღაზიაში და ეს შუშები მინდა გავწმინდო მაგრამ მე ბედი არა მაგ როგორც კი გავწმინდა შუშებს ეგრევე წვიმა უნდა წამოვიდეს უნდა მიეწუწოს მანაწუწოს და მაგალითად ისივე იგივე არის ხოლმე ხო არ ვიცი არაფერი წონაში ცოტა თითქოს დავიკლებ აბა რა იქნება და თან პირდებიან სამსახურში კიდე დაიკლებ მე მაწყობს რატომაც არა მაცემინებს ვინც მისურვეთ ჩართობა მადლობა რა სოსო მადლობა დედა ხო და ესე ვნახოთ რა ხდება თეკოს vlogs თეკომ დადო ახალი ვიდეო მგონი ახლა ვუყურებდი იმას ბიურო ქვია არხს რუსულად წერია ბიურო ამერიკაში ცხოვრობს ეს ადამიანი და ნუ ეკაურ ამბებს ახმოვანებს ამბობს ყვება რაცა საინტერესო ამბებია და დავაპაუზე კიდე მე მგონი ლაივი ჩართო იმან ინგლისში რო დადის ნიუ-იორკში ცოტა ადრე ხარ მოვიდა რომელი საათია ახლა ნიუ-იორკში ნახოთ და ახლა არის 1 საღამოს 5 საათი ხო საღამოს 5 საათი არა რაღაცა მეშლება მოკლედ აი სულ მავიწყდება ხოლმე სულ მერე ვახხოლმე წინ უნდა დავუმატო 3 საათი თუ უკან გადაწია აი ეგ მავიწყდება იმიტომ საკმაოდ ისეთ სხვაობაა და ესე ვიღაცამ თქვა ეს მარტივიაო რა რომ გაიგო ამ ჩვენი დრო და ის დრო მგონი 3 საათი ნუ მოკლედ ან წინა მოაკლო და იმის მიხედვით თან ჩვენთან რო ვთქვათ ღამდება იქ უნდა იყოს ან ძალიან დილა ან ესეთი გრადუიანი ღამე ხო ნუ ვეთ მე გავარკვევ ხო და ესეთი ამბები გიორგის vlogs გიორგი მას დადო ახალი ვიდეო ხო და მე ჩაუждები თუ მოვახერხებ აი მე იმდენი ვიცინე ახალი სერიალი რო დადო გიორგი ვარდასანიძემ ახალი არხიც არის უბრალოდ ახალი არხია ვამპირებზეა რა მოკლედ ვისაც გაინტერესებთ დავწერ კომენტარად დავწერ არხის სახელსაც და სერიალის სახელწოდებასაც კაი მსახიობებიც არიან ასე ვთქვათ ჩვენი ქართველი მსახიობები და მოკლედ კარგი სერიალია საინტერესო სახალისო რა ესეთი მე ძალიან მაოფილი ვარ თან ეგეთი ტიპის სერიალები მომწონს მიყვარს და
მე და ჩემი შვილები გადარეულები ვართ ეს აი მაგალითად დოქტორ ქტო თუ იცით დოქტორ ჰუ ეს სერიალი მაგაზე ვიდებით კიდე გვიყვარს რიკი მორტის მოკლედ აი ესეთი ტიპის სერიალები ფილმები ხო და რაც აი მაგ იმაშია ჟანრში რა ხო და ესე კარგით მეგობრებო რამდენი ხანი ვილაპარაკე 33 წუთი როგორ მიყურებს გაფი ტუტუ შენ რა გაკნავლებს აი შენ რა გაკნავლებს მოდი აქ ხო მოკლედ რეცხავ დღისით და ღამით როგორ მიყვარს ეს საერთოდ მანქანა და ვინც მაჩქა ის უფრო მეტად მიყვარს რამდენი შეხედავს სულ მახსენდება მოკლედ აი ესეთი ის ამაქვს ადრეც აი ბავშვობაში როგორი ის მქონდა იცით ნათლია ჩემის ნაჩუქარი პირსახოცი ხომ მქონდა რამდენი შევეხებოდი იმ პირსახოცს სულ ნათლია მახსენდებოდა არის ეს მომენტი აი რაღაცა ისეთი ნივთებს აი ტოსტერია და დურა მახსენდება სოსოს ხო აჩუქა ეს ტოსტერი ზონკანია და ნინო მახსენდება მოკლედ ეს და რა ვიცი აი ესეთი ის მაქვს რა ბოდიში ხა თუ სახელებს არ ჩამოვთვლი ზოგს უნდა ზოგს არ უნდა რომ ხსენო სახელი მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მიყვარხართ გულში აი ძალიან თბილად და თბილად აი სულ ღიმილი გადამკრავს ხოლმე როცა აი ესე წყალწინ დამიდგებით ხოლმე ერთი გოგო დამეკარგა რაღაცა ძალიან აღარ იმაშვება აღარც აქტიურობს კომენტარებში და მოკლედ ისიც ძალიან მენატრება მაგრამ ნუ არ ვიცი სოციალში ეს ერთი რომელიც გამახსენდა და ისე ადრე ზოგი უფრო აქტიურობდა კომენტარებს მიწედა მაგალითად თამუნა იყო ერთი რომელიც აი რასაც ქვია პირველი დღიდან ვიტყვია და ქართული ბლოგების აი კიდე მომყვებოდა ხოლმე და რაღაც აღარ ჩანს ნუ არ ვიცი ალბათ საქმეები აქვს ალბათ სხვარავითაა დაკავებული თავარია რომ კარგად იყოს ხო კარგით აბადროებით გოგოებო და რა ვიცი კი არის ახლა ესეთი სეზონი და რაღაცა მოიღუბლა და მაგრამ რაღაცა თავისებური მისტიციზმია და რაღაცა იდუმალება აქვს და თავისებური ხიბლი აქვს ახლა ბევრს არ უყვარს იცივე მე მაგალითად სიამოვნებს რაც სიგრილე და აი სიცხეს მირჩევნია რომ იხუთები და ენერგიას რო გაცლის მირჩევნია თბილად ჩავიფუთნო და ახლა მთელი დღე ხო არ იქნები ხო გარეთ და რო გახვალ და რაღაც სასიამოვნო სუცხი აი დილასთან სუცხი რომ მოგედება სახეზე და მე სახში კიდე თბილად რო დაждები ხო მართლა მაგ სახლზე გამახსენდა და თბილად დაждომაზე თუ ახლა ასე ვერ მოვაგვარე ეს ამბავი გაზის თან ნერვიულობ ცოტა რა ვიცი ეს გაზის ისინი მესმის ხოლმე ცუდი ამბები თან მით უმეტეს რო სახშია ხოლმე ძირითადად და მე სამსახურში მაინდა-მაინც რა ვიცი ისე დენი უფრო უსაფრთხოდ მიმაჩნია ვიდრე გაზი რა ვიცი ეს ვიძახი გაზი უფრო უსაფრთხოა იმიტომ რომ მაინც გაიგებდა რა ვიცი არ ვიცი არც ერთი და არც მეორე უკრია ღმერთს ვიტყვი ხო და ახლა შევედი ვათვალიერებდით სანამ წავწებოდი მე და სოსო ეკონომიური გამათბობლები მეთქი ერთხელ კი შემიძლია რაღაცა გადავიხადოთ ხო რაღაცა ცოტა ზედმეტი მაგრამ იყოს ეკონომიური მირჩევნია ვიდრე მეთქი ეს პატარა უბრალო ეს იაფასიანი რეფლექტორები რო წავდა თვეში 150 ლარი ეხლა მაგალითად 37 ლარი ამოსული ანუ 22 წამდე მაგადისახდელი 37 ნუ 38 ლარი იქ რაც ხურდებია კიდე 38 ლარი დენის გადასახადი აი წარმოიდგინეთ ლოგიკურად აი ესეც უნდა მოდიოდეს ზამთარში 150 200 ლარამდე ემატებოდა ის ხო პრინციპში 200 ლარამდე იქნებოდა იმიტომ რომ 150 სუფთა რო დაემატებოდა და ეს პლუს კიდე 38 ხო ახლა მათემატიკაში აბა ვინხართ მაგრამ 200 ლარამდე ხო გამოდის და ესე ხო და ესე რა ვიცი ნახოთ რა იქნება ამ ზამთარს როგორ იქნება ერთი სული მაქვს რომ აი ეს კრედიტი არ მქონდეს ეს კრედიტი რო არ იქნება ხო მე ხო აი არ ვიცი ალბათ რამდენი იქნება
ხო, და მე კიდე თემა მინდა ძალიან საინტერესო საყვარელი თემა. ბედნიერება წვრილმანებშია. ესეთი თემა იქნება. მომდე ხარ ჩემს გულად. ხო, კარგით, აბა დროებით დაგემშვიდობებით.